ერთი დღე ახალი პრეზიდენტის არჩევამდე ხვალ საკანონმდებლო ორგანოში ხალხის ნაცვლად 300 წევრისგან დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგია აირჩევს პრეზიდენტს. ოპოზიცია ქართული ოცნების მიერ დასახელებულ კანდიდატს მიხეილ ყაველაშვილს აკრიტიკებს და პროცესს არალეგიტიმურს უწოდებს. მათი შეფასებით ეს ნაბიჯი პოლიტიკურ კრიზისს კიდევ უფრო გააღრმავებს. პროცესს არ აღიარებს არც მოქმედი პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ არალეგიტიმური ხელისუფლების პირობებში ახალი პრეზიდენტი არჩეული ვერ იქნება, შესაბამისად, ქვეყნის მთავარსარდლის პოსტზე ისევ თვითონ დარჩება. კრიტიკას უსაფუძვლოს უწოდებენ მმართველ გუნდში, სალომე ზურაბიშვილის პოზიციას კი მორიგ სპეკულაცია დააფასებენ. მე პოლიტიკოსი ვარ, მკითხავი არა ვარ, შესაბამისად ვერ გეტყვით რა იქნება, ზუსტად მე ერთი ვიცი, რომ საქართველოს კონსტიტუცია დარღვეულია, ჩვენ გვყავს ივანიშვილის პარლამენტი, რომელიც არ არის ლეგიტიმური, ის საარჩევნო კოლეგია, რომელმაც ყაველაშვილი უნდა აერჩიოს, არის მოღუნული, არასრულფასოვანი და არალეგიტიმური, მასში არასრულფასოვანი შემადგენლობაა და ის შემადგენლობა, რომელიც იქნება პარლამენტიდან, ეს შემადგენლობა არის არჩეული არჩევნების გაყალბების გზით, შესაბამისად ყაველაშვილი ვერ იქნება ლეგიტიმური პრეზიდენტი ამ ქვეყნის ერთი და მეორე ყაველაშვილი არის ამ საზოგადოების სირცხვილი, რომ ზვიად გამსახურდიას ადგილს დაიკავებს. ჩვენგან უკანონო პარლამენტის მხრიდან უკანონოდ არჩეულ ივანიშვილის პრეზიდენტს არ ექნება ლეგიტიმაცია, ამაზე გაცხადება გაკეთებული გვაქვს და მეორე ასევე მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ვიქნებით იმ ხალხთან ერთად, რომელიც მათ შორის გააპროტესტებს უკანონო პარლამენტის მხრიდან არალეგიტიმური პრეზიდენტის არჩევას და ეს არის ის გეგმა, რომელიც იქნება ხვალ. ჩვენ არაფრის ორგანიზატორები არ ვართ, გავართ ქართულ ხალხთან ერთად, რომელიც იცავენ საქართველოს ევროპულ მომავალს და დემოკრატიას. მიხეილ ყაველაშვილი იქნება ის პრეზიდენტი, რომელიც პრაქტიკულად დაუბრუნებს საზოგადოებას, ნდობას საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ ზოგადად. ადამიანი, რომელიც არის ეროვნული ღირსების მქონე, რომელიც იქნება საქართველოს ინტერესების გამტარებელი და არა უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი, როგორც ეს იყო მინიმუმ ბოლო ორი პრეზიდენტი. აქედან გამომდინარეობს ზუსტად ის ფაქტი, რომ საქართველოს საზოგადოებაში გაჩნდება ეს განცდა, რომ მათ ყავთ პრეზიდენტი, რომელიც ლაპარაკობს ხალხის ენით და არა უცხოური ძალების ენით. 300 წევრიდან 109 წევრი არის საკრებულოებიდან, რომელიც კოტების შესაბამისად გადანაწილდა ცესკოს მხრიდან, 109 წევრიდან 54 იყო ქართული ოცნების, 55 იყო სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის, რომლებმაც არ აითვისეს ეს კოტები და არ წარმოადგენეს საკუთარი წარმომადგენლების საკრებულოებიდან და შემდეგ კანონმდებლობის შესაბამისად გადანაწილდა სხვა პარტიაზე, შესაბამისად ამ შემთხვევაში ქართულმა ოცნებამ აითვისა ეს კოტები. 9-დან 2 საათამდე 5 საათის განმავლობაში იქნება არჩევნები პარლამენტის სხდომათა დარბაზში, არჩევნებს ჩაატარებს ცესკო, სხდომათა დარბაზში მოეწყობა საარჩევნო უბანი, ასე ვთქვათ, და მთლიანად ცესკო წარმართავს ამ პროცესს. დელეგატები მისცემენ ხმას, კენჭისყრა გახლავთ ღია, ანუ არ არის ფარული.